გავანონსოთ. ეს გახლავთ ძიმე არ 15 კილოგრამი წონითი კატეგორია. ჯერ სტუმრები შემოვლენ ხოლმე და შემდეგ მასპინძლები აი აქ ამ მაგიდასთან ასე რომ თქვენი ყურადღება მებრძოლი შეიძლება მებრძოლი ვუწოდოთ კლავჭიდელს რადგანაც ეს ხელების ომია თურქეთიდან the arm wrestler from Turkey Murat Efe კლავჭიდელი ჩვენი საყვარელი საქართველოდან გიგა პერაძე ახლა უთხოვნ ორივე კლავჭიდელის შესახებ. გიგა პერაძე, მისი ასაკი გახლავთ 23 წელი, წონა 115 კილოგრამი, სიმაღლე 182 სანტიმეტრი, ბიცეპსი 50 სანტიმეტრი. გიგა პერაძე, საქართველო! Great, ladies and gentlemen, we go with Giga Peradze from Georgia. Ladies and gentlemen, age 23, weight 115 kilograms, height 182, biceps 50, forearm 47. Once again, show some love, big applause for Giga Peradze. Მამის მოწინააღმდეგე, რომლის ასაკიც გახლავთ 30 წელი, წონა 115 კილოგრამის, სიმაღლე 186 სანტიმეტრი, 52 სანტიმეტრიანი ბიცეპსიო ამბობენ. თურქეთი, Murat Efe. Ladies and gentlemen, Murat Efe from Turkey, age 30 years, weight 115, height 186. Biceps 52, forearm 45. Everybody, once again, big applause for Murat, please. Applause, applause, applause. If you are ready, დათუმზათხარ პირველი რაუნდი. დაიწყო მეგობრებო მეორე შეხვედრა გიგა ბერაძესა და მურატ ეფეკომს შორის. ევროპის ჩემპიონი გახლავთ გიგა ბერაძე, ევროპისა და მსოფლიოსი. 115 კილოგრამი. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. იწყება პირველი რაუნდი. ჯერჯერობით არ ემორჩილებიან სპორტსმენები საჯს. საჯი ცდილობს გაასწოროს სპორტსმენები, რადგან დაიწყოს მატჩი, მაგრამ არა. გვექნება რეფერს გრიპი. საჯები ჩააკიდებინებენ ხელს ეხა სპორტსმენებს. აქ შეგახსენებთ მეგობრებო, თითოეული გამოძრავება, თითოეული თითის მოხრა არის გაფრთხილება. ორი გაფრთხილება კი წაგებაა. წაგების ტოლფასია მკლავჭიდში. ნახოთ აბა. პირველ გიგა ჩახურავს თავის ხელს. ნახოთ. პირველი რაუნდი გიგა პერაძე. არა. მეორე რაუნდი. არა, არ ჩათვლილა საჯებმა. დაბმა. გავუსწრათ ხელი. არ ჩაითვალა. ეხლა პირველი რაუნდი. დააბამენ ეხლა სპორტსმენებს.
იყო ჩვეულებრივი გასხლეტო, არანაირი დამარცხება. საბრძოლო პოზიციაში გაისხლდა ხელი. გაგრძელდება ბრძოლა. მივადევნო თვალყური. ორივე საკმაოდ გამოცდილი სპორტსმენი, ორივე საკმაოდ ტიტულოვანი. ნახოთ აბა, ნერვების თამაში ვინ უფრო კარგად გაუმკლავდება. არის დარბაზიდან გიგას გულშემატკივრები მლოვად არიან. ნახოთ აბა. დაიწყო მატჩით საკმაოდ აძაბულად, მაგრამ პირველი არა. რაუნდი წამოიღო თურქმა მყავჭიდელმა მურატ ეფეკომე. პირველი რაუნდის Come გამარჯვებულია on, ladies and მურატ ეფეკომი. gentlemen, let's support big hands, big applause for all the participants, for both our participants, ladies and gentlemen. They are getting ready for the second round. As you know, we have 5 rounds. ერთით 0 პირველი რაუნდის შემდეგ მეგობრებო ანგარიში მურათის სასარგებლოდ. ნახოთ რა განვითარდება შემდეგ რაუნდებში. საკმაოდ დაძაბული ბრძოლა იყო. მაგრამ არაფერი ჯერ აქ არ დასრულებულა, 1-0-ია მხოლოდ ანგარიში. ნახოთ, კლავჭიდია, ყველაფერი ხდება, სპორტია, ნერვების თამაშია. ნახოთ, ვინ უფრო კარგად გაუკლავდება. გამოდიან უკვე Come on, სპორტსმენები. let's clap your hands for our both participants. Second round. მეორე რაუნდი. დაიწყება ახლა. გესმით ალბათ გულშემატკივრობა დარბაზის მხრიდან. მრავალ არიან რა თქმა უნდა გიგას გულშემატკივრები ბათუმში. სპორტსმენები შეთანხმდნენ რომ პირდაპირ დაებათ საჯებს, ამიტომ აქ გასხლეტვა და ეგეთ რაღაცები არ იქნება. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სპორტსმენები შეთანხმდებიან და შეთანხმებულად პირდაპირ დაბმა. ნახოთ აბა შეძლებენ თუ არა თავიანთით ჩავლებას, თუ ისევ საჯის ჩარევა გარხდება საჭირო. საკმაოდ დაძაბული ბრძოლა, საკმაოდ გასწორებაც საჯების გარეშე უჭირთ ხელი სპორტსმენებს და სავარაუდოდ კიდევ რეფერს გრიფი იქნება, რადგან სპორტსმენები არაფერს არ უთმობენ ერთმანეთს. რა თქმა უნდა ისევ რეფერს გრიფი. ისევ საჯი ჩაახურინებს ეხა ხელებს სპორტსმენებს. აქ თითოეული გამოძრავება მეგობრებო შეგახსენებთ რომ არის ფოლი. 2 ფოლი კი მკლავჭიდში წაგებაა. ასე რომ აქ ნერვების ბრძოლაც მიდის. და გვაქვს ბრძოლა გვაქვს, კარგი ბრძოლა. შეიკნენ სპორტსმენები. აბა ვნახოთ. კარგი ბრძოლა, ბრავო, ნამდვილად. უშეყავათო ბრძოლა მეგობრებო ნამდვილად. ბრავო. ერთით გიგა ბერაძე მეორე რაუნდი. ეს რაუნდი წამოიღო მურატ გიგამ. ეს იყო სრული შოკი. ბრავო. ერთით მეგობრობო, აქ არაფერი არ დასრულებულა.
ეს იყო ნამდვილი სანახაობა. ყოჩახ გიგას. დასაწყისში საკმაოდ კარგი პოზიცია ჰქონდა თურქ მებრძოლს, მაგრამ შეძლო გიგა პოზიციის აღდგენა და გაიმარჯვა. ყოჩახ, ბრავო, 1-1. შესანიშნავი სანახაობა, შესანიშნავი. ურთულესი რაუნდი გიგას მხრიდან ნამდვილად. საწყისი პოზიცია მან დათმო, მაგრამ I have no words. That's hard to comment even. Too much pressure. And our dear Giga Peradze won. ერთ-ერთია მეგობრებო, გაქანავთ ანგარიში რაუნდებს შორის. Second round. So it's a draw now, 1-1. Let's see what's gonna happen on the third round, yeah? და იწყება მესამე რაუნდი მეგობრებო 1-1 რაუნდის შემდეგ ანგარიში ნამდვილად კარგი მატჩი გქონდა ნამდვილად კარგი მატჩი სანაობრივი აკავარია Murat Efekomek and Giga Peradze მესამე რაუნდი სპორტსმენები ისევ პირდაპირ დაბმაზე შეთანხმდნენ ორივე სპორტსმენს დაღლილობა ეთყობა უკვე რა თქმა უნდა. იწყება მესამე რაუნდი. ნახოთ ება. ძალიან საინტერესო ბრძოლაში რა მოხდება. ფსიქოლოგიური უპირატესობა ამ ეტაპზე მე მგონი ცოტათი გიგას მხარესაა. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგია ძალიან ბევრს მოქმედებს. ნერვების თამაში ასეთ დროს არის უმთავრესი. სპორტსმენებმა გააშვებინეს თოკი. სპორტსმენები კვლავ შეთანხმდნენ საჯის ჩავლებაზე. ისევ საჯი ჩაახურინებს ახლა ხელებს ორივე სპორტსმენს. აქ თითოეული გამოძრავება ფოლია. პირველი გიგა ჩახურავს ხელს. ჩახურა. კარგი დასაწყის გიგას მხრიდან. ნახოთ აბა რა მოხდება. მაგრამ გვაქვს ბრძოლა, კარგი ბრძოლა. და სულ ცოტა აკლია თურქ მებრძოლს რომ მოიპოვოს გამარჯვება, მაგრამ გიგას უჭირავს საოცრად, ძალიან რთული ამ პოზიციაში ხელის დაჭერა მეგობრებო მერწმუნეთ. ბრავო ორივე სპორტსმენის გამძლეობას. ოჩახ. არის. 2-1
ბრავო გიგას. ამას თუია კონკრეტი დასწრება. რა ბრძოლა, რა მატჩი, ოჩა. სრული შოგი. კონკრეტი დასწრება, ნამდვილად. ნამდვილად საიდან გამოწვა გიგა ბერაძე. უძლიერესი ბრძოლა, სანტიმეტრები, მილიმეტრები გააკლა. თუ კრმებზონს გამარჯვებავდი, მაგრამ ბრავო გიგას, ბრავო. ბრძოლა ბოლომდე. ბრავო, ნამდვილად ბრავო გიგას. ოჩახ, მებრძოლის სული ნამდვილად. ახლებიანი საქართველოს კავშირის ფედერაციის პრეზიდენტი, რომ საქართველოს ნაკრები კავშირში ისეაო, როგორც ფეხბურთში ბრაზილიაო, მაგრამ მე შეწორებას შევიტან. ბრაზილია დღეს ეგრე ვეღარ არის. ანუ ძველ ბრაზილიაზე საუბრობს მეგობრებო. ტაში ჩვენს ნაკრებს. ტაშით გამოვახსენებთ საქართველოს კლავჭიდის ნაკრები მეგობრებო. ჩვენიერი მატჩი გვაქვს, საჯობასაც არაფერი დაეწუნება. არანაირი მიკორძოება, რაც ესეთი დონის შეჯიბრებებს არანაირად არ შეიძლება. ყავს ლევან პოღოსიანი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და ბესო ლეკიაშვილი, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი არამ კლავჭიდში. აქამდე კლავჭიდისთვის გიყურებია გულწრფელად მაინტერესებს. მე არა გამოგიხდები პირდაპირ ეთერში, არ ვიყურებია, რა გავაკეთო? მეც არა, რა გიმალოდა ძალიან საოცარი მომენტები იყო რამოდენიმე წუთის წინ. ფანტასტიკა. და ამის შემდეგ უყუროთ ხოლმე კლავჭით და არ მაგარია. აწმე ჩავუჯდები სიამოვნებით. აუცილებლად. არა, როგორ გიხალა, ანუ ლაივში პირველად უყურებ, თორე ისე როგორ არ უყურებ ეს. ანუ შენ ჩემზე მეტი გინახავს მაშინ. სადღა გამხელილი ჯობს აპატიოს აქ. შეკრებილას სრულიად ვარსკვლავეთ მა. აქვე სანამ შესვენებაა ვისარგებლებ პაუზით და სპონსორებს კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გენერალურ სპონსორს გრანდ ბელაჟიოს, ასევე უღრმესი მადლობა აჭარის სპორტის დეპარტამენტს და საქართველოს ეროვნულ ლოტარიას ლოტოს. Well, yeah, ladies and gentlemen, we will use this little break to remind you that the main sponsor is Grand Bellagio. And we've got Georgia Lotto as well, the sponsors and the Charian Sport Department. Thank you. Თქვენ ჩემნაირად მოხიბლულები ხართ მეგობრებო? მე ესეთი ჯერ არ მინახავს, ეხლა სად ვნახავდი პრინციპში ესე თავიდან ბოლომდე პირველად დღეს ვუყურებ კლავჭით, მაგრამ ისე აი ჩვენ დამსახურებულ კლავჭიდელებს ვკითხავ. ლევანს უნდა ვკითხო საგინაშვილს. ლევან, თუ შეიძლება გითხარი, აი ეს რადონის ორთა ბრძოლა იყო. ყველა საინტერესოებს ხოლმე რატომ გვიყვარს ესე ძალიან კლავჭიდი და ამ შეხვედრიდანაც გამოჩნდა, რომ ვისაც ვინც არ ადევნებს თვალს კლავჭიდს, ასე ვთქვათ, მათთვის შეიძლება ცოტა დასაკვირი იყოს ესეთი მატჩი, თუმცა აი ზუსტად ამიტომ გვიყვარს კლავჭიდი, რომ აქ მარტო ძალა არ არის, აქაც გაუძლეობა ტაქტიკა, ტექნიკა, რავი, ყველაფერი და გასავარია გამარჯვების ჟირი. ძალიან საინტერესო მატჩი იყო და დარწმუნებული ვარ, ჯერ არაფერი არ დამთავრებულა ამ მატჩში, კიდე ძალიან საინტერესო იქნება შემდეგი რაუნდები. წარმატებებს ვუსურვებ დიდებს. ორით ერთია და გრძელდება მეოთხე რაუნდი მეგობრებო. მეოთხე რაუნდი. იწყება მეოთხე რაუნდი მეგობრებო. 3 რაუნდი შემდეგ ანგარიშია 2-1. გიგა ბერაძის სასარგებლოდ იწყება მეოთხე რაუნდი. ნახოთ რა მოხდება. ეს თოკით იმიტომ ამამენ, რომ ისოდეთ მეც ეხლა მეუბნებიან თანწესებს, რომ არ გაუსხლტეთ ხელი, სურავს ხელი და აქედან გამომდინარე თოკით ხდება
ხელების ერთმანეთზე გადაბმა. ეს ორივე შეთანხმებით, რა თქმა უნდა, ორივეს უნდა კონდეს ამის სურვილი და თუ ორივე ყაბულსა, ამ შემთხვევაში ვხედავთ ხოლმე ასეთ ამბავს. და დაიწყო უკვე მეოთხე რაუნდი. კვლავ დაბმაზე შეთანხმდნენ სპორტსმენები. რაც არ არის გასაკვირი, ორივეს აწყობს. რაღაც უკმაყოფილო აქვს თურქის სპორტსმენი. მაგრამ საჯები დააკმაყოფილებენ მის მოთხოვნას, რა თქმა უნდა, აქ არავინ არ დაიჩაგრება არანაირად. აბსოლუტურად ობიექტურები არიან საჯები დღევანდელ შეხვედრებში და სხვანაირად გამორიცხულია რომ იყოს. მივადევნო თვალყური, ეხლა მეოთხე ძალიან საინტერესო რაუნდს. ისევ საჯი ჩაახურინებს ხელებს სპორტსმენებს. ოჩა. კარგი დასაწყის გიგას და გამარჯვება. 3-1 მეგობრებო. მარტივად. ოჩა გიგას. გამარჯვებული არის ჩვენი ქართველი მყავჩილელი. გიგა! Bravo. Zime statis მიუხედავად 3-1 გიგა მედალზე. ოჩა. მეორე გამარჯვება საქართველოს. მიყიდარე ღონისძიებაზე. გიგა მედალზე წვდება აკბილაჭიო ნოვაკაპის გამარჯვებული ირაკლი ჟირაკაშვილთაო ასევე ამსახურებულ ქართულ მყავჩიდან ბრაუნზის სოფლიო და ევროპის ჩემპიონატზე დააჯილდოვოს აკბილაჭიო ნოვაკაპის მედლით და თასით. Ladies and gentlemen, Irakli Zirakashvili, the world and European champion. And our champion for tonight, once again, big applause for Giga